კვარაცხელიას ისტორიული მიღწევა. რა არ უნახავს ლუის ენრიკეს აქამდე? სად გააგრძელებს კარიერას დავითაშვილი და ვინ ფიქრობს, რომ ილია თოფურიას ქამარი უნდა ჩამოერთვას? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 70,000-იან ნიშნულს. დავიწყოთ კატარით, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენთან ერთად მეხუთე ტიტული მოიგო. ქართველი ამჯერად FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია. პარი სენ-ჟერმენმა ფინალში ბრაზილიური ფლამენგო 11 მეტრიანების სერიაში დაამარცხა. შეხვედრაში, რომელიც 1-1 დამთავრდა, პირველი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა. შეხვედრის ბოლო წუთზე გოლის გატანა მაკრატელად დარქმითაც სცადა, თუმცა ამჯერად არ გამოუვიდა. ხვიჩამ 90 წუთი ითამაშა. ამ დროში კი კარისკენ ორჯერ დაარტყა. ჰქონდა 3 წარმატებული დრიბლინგი. მის წინააღმდეგ 4ჯერ დაჯარიმდნენ და 7-2 ბრძოლა მოიგო. მარტივად რომ ვთქვათ, პირველ 90 წუთში მოედანზე საუკეთესო იყო და ამას არაერთი გამოცემაც ადასტურებს. დამატებით დროში კი განსხვავებული არაფერი მომხდარა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც შეხვედრის გმირი საფონოვი გახდა, რომელმაც 4-11 მეტრიანი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა ბარკოლომ და უსმან დემბელემ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის რიგებში მე-14 გოლი გაიტანა, რაც მთავარია პარიზულ გუნდთან ერთად მეხუთე ტიტული მოიგო. ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. აქედან ორ ფინალში კი კვარაცხელიამ გოლის გატანა შეძლო, რაც ისტორიული შედეგია, რადგან ფრანგული კლუბის ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია გოლი ორ სხვადასხვა საერთაშორისო ფინალში. კვარა ასევე არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც FIFA-ს საკლუბო ტურნირის ფინალში გაიტანა. საფინალო ზეიმის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტისა და სულისკვეთების ნახვა ნამდვილი სიამოვნება იყო. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ პენალტის გაშვების შემდეგ ყველაფერი გართულდა. ფლამენგოს კომპლიმენტები არა მხოლოდ დღევანდელი შეხვედრისთვის, არამედ მთელი სეზონისთვის ეკუთვნის. მინახავს თუ არა ოდესმე მეკარის მიერ ზედიზედ 4 მოგერიებული პენალტი? არა, ეს პირველი შემთხვევაა. ბედნიერები ვართ თასის მოგებით და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. გსურს ისტორიის დაწერა გავაგრძელოთ. ამდენი ტიტულის მოგება კი ცუდი შედეგი არ არის. გასული სეზონის მენტალიტეტი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ. შესვენებამდე საფრანგეთის თასის ერთი შეხვედრა დაგვრჩა და მიზანი იგივე იქნება: გამარჯვების გაგრძელება და საუკეთესო ფეხბურთის თამაში. აუცილებლად უნდა შევეხო ფილიპე ლუის, ფლამენგოს მთავარ მწვრთნელს. როდესაც მე ბარსელონას მწვრთნელი ვიყავი, ის ატლეტიკოში ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო და იქედან მახსოვს, რომ ძალიან ჭკვიანი იყო. მე მჯერა, რომ მან დღევანდელი თამაში დაჩვენა, თუ რატომ მოიგო ფლამენგოსთან ერთად ამდენი ტიტული. ის არის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ კლუბში დიდი ხანი არ გააჩერებენ. წარმატებები ვუსურვოთ ხვიჩას და მის გუნდს ახლა უკვე 21 დეკემბერს, სადაც საფრანგეთის თასზე ფონტენეს დაუპირისპირდება და ეს მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა იქნება. ახლა კი ესპანეთის თასი, სადაც გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი რასინგს დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად 1-2 დამარცხდა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა. მიქაუტაძეს გოლის გატანის 2 შანსიც ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მეკარემ მაჩობა. თასიდან გავარდნის მიუხედავად ვილიარეალი ლიგაში კარგად გამოიყურება, სადაც 35 ქულით მესამე ადგილზეა. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრაში ცხრილის ლიდერს ბარსელონას დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება. ახლა კი საფრანგეთი, სადაც ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა სენტ-ეტიენის ზამთარში დატოვოს. ქართველი სენტ-ეტიენიდან წასვლაზე ფრანგულ მედიაში აქტიურად საუბრობენ. გულშემატკივრის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დავითაშვილის სხვა გუნდში გადასვლა მათთვის კატასტროფა იქნება. თუმცა სენტ-ეტიენთან დაახლოებული სააგენტო წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დავითაშვილი კლუბს დატოვებს და კარიერას უდიდესი ალბათობით ბეშიქტაში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, ფინანსური პრობლემების გამო სენტ-ეტიენი იძულებულია ქართველ შემტევს შეელიოს და თურქული მხარის მიერ შეთავაზებულ თანხას დათანხმდეს. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის გასულ ტურში ზურიკო დავითაშვილმა პასტიასთან დუბლი შეასრულა და 15 მატჩში უკვე 8 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. ის არა მხოლოდ სენტ-ეტიენის ბომბარდირია, არამედ ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიცაა. სად გაგრძელდება ქართულის კარიერა, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თქვენ რას ფიქრობთ? უნდა გადავიდეს თუ არა დავითაშვილი ბეშიქტაში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე გეტყვით, რომ როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრების და დონეცკის შახტარის მარცხენა მცველს ირაკლი აზაროვს იანვარში კლუბის შესვლა გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ უკრაინული სპორტული მედია წერს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კლუბში გააგრძელებს ქართველი კარიერას. ასევე უცნობია ისიც, თუ როგორ დატოვებს ის კლუბს, იჯარის წესით
თუ სრულფასოვანი ტრანსფერით. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში აზაროვმა შახტარის რიგებში 13 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. თქვენ სად ისურვებთ აზაროვის ხილვას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი NBA, სადაც შესაძლოა მალე გოგა ბიტაძე და სანდრო მამუკელაშვილი ერთ გუნდში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მამუკელაშვილის ტორონტო ცენტრის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს. ერთ-ერთი კანდიდატურა კი, რომელიც რეპტორსის გენერალურმა მენეჯერმა უნდა განიხილოს, გოგა ბიტაძეა. შეგახსენებთ, რომ ბიტაძე ამ დროისთვის ორლანდოში იმყოფება. თქვენ რა სიტყვით ამ ინფორმაციაზე? საინტერესო იქნება თუ არა ორი ქართველის ერთ გუნდში ხილვა. ახლა კი UFC და ყოფილი მებრძოლი ჩეილ სონენი, რომელიც ფიქრობს, რომ ილია თოფურიას საჩემპიონო კამარი უნდა ჩამოართვან. ილიას საჩემპიონო კამარი უნდა ჩამოართვან. ერთი კვირის წინ UFC-ს წარმომადგენელს შეხვდი, რომელსაც ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ეს მითხრა და თან გამიკვირდა, მაგრამ ბოლომდე მოусმინე. მისი არგუმენტი ასეთი იყო: დროებითი საჩემპიონო კამრისთვის ჩხუბი ინიშნება მაშინ, როდესაც მოქმედ ჩემპიონს ტრავმა აქვს ან ავადმყოფობას ებრძვის. თუ გვინდა რომ მოქმედ ჩემპიონს ღირსეულად მოვექცეთ, რადგან ის ოქტაგონში ტრავმის ან ავადმყოფობის გამო ვერ შედის, მაშინ დროებითი საჩემპიონო კამრისთვის ჩხუბს ვაანონსებთ. თუმცა როგორც თოფურია ამბობს, მისი პაუზა სხვა მიზეზით არის განპირობებული. მას ტიტული უნდა ჩამოერთვას. ამ დიალოგის შემდეგ მანქანაში ჩავჯექი. სასტუმროში დავბრუნდი, დავფიქრდი და მივედი იმაზრამდე, რომ მის სიტყვებში ლოგიკა ნამდვილად არსებობს. თუ ოქტაგონში სხვა მიზეზის გამო არ შედიხარ, UFC-ს წარმომადგენელი სწორია და თოფურიას კამარი უნდა წაართვან. სიმართლე გითხრათ, ილიას მხარეს ვარ და არ მინდა ტიტული ჩამოართვან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია და უდანაშაულოა, თუმცა დიახ, ობიექტურად მას კამარი უნდა წაართვან. თუ ტრავმა არ აქვს და სხვა რაღაცის გამო ვერ ჩხუბობს, კამარი უნდა ჩამოართვან. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩემპიონი ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩხუბობს. ამასთან დაკავშირებით ილია თოფურიამ პოსტიც გამოაქვეყნა. ილიას რამდენიმე თვიანი პაუზის გამო კი UFC დროებით ჩემპიონს გამოავლენს. მისი ვინაობა კი ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმლეტის ბრძოლაში გამოვლინდება. მათ შორის გამარჯვებული კი ილია თოფურიას დაუპირისპირდება. თუმცა რაც შეეხება სონენის განცხადებას, იმედია რომ UFC ამაზე არ ფიქრობს და თოფურია მალე კვლავ დაუმტკიცებს ყველას, რომ ნამდვილი ჩემპიონია. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილვაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.